და რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი მივიდა, ის ანგარიშით წარსდგება კანონმდებლობის წინაშე, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ პრეზიდენტის გამოსვლას. პროცედურასთან, კი ბატონო, პროცედურასთან დაკავშირებით. გთხოვთ, ეს იყოს პროცედურასთან დაკავშირებით. ბატონო დავით, ძვირფასო სტუმრებო, ერთკვირიანი განხილვა სახელმწიფო დონეზე ჩემი აქ 5 წუთიანი გამოსვლის დამთავრდა უშედეგოდ. მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს არის რეგლამენტის უხეში დარღვევა. მე მქონდა აქ 5 წუთიანი გამოსვლის უფლება და მინდა ვთქვა, რომ რა უნდა გამეფუჭებია 5 წუთში და რა უნდა დამეშავებია იმის ფასი, რაც ჩვენ ახლა ყველამ ერთად ნერვები ვხარჯეთ და ესე იგი ერთმანეთს უპირისპირდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ამიტომ მინდა გითხრათ, რადგან თქვენ, ბატონო დავით და სავარაუდოდ პრეზიდენტს არ აქვს სურვილი ჩემგან სიმართლის მოსმენის, მე პროტესტის ნიშნად ტოვებ დარბაზს, სტუმრებს კიდევ ერთხელ მინდა ჩემი პატივისცემა დაუდასტურო ყველას. მადლობთ. მადლობთ. მე ალბათ იძულებული ვიქნები გადმარტება გავაკეთო, ბატონო ჯოდი, ნამდვილად არავინ არ ფიქრობდა, რომ ან 5 წუთში, ან 50 წუთში რაიმეს დააშავებდით და გააფუჭებდით, ეს ნამდვილად არ ყოფილა мотивация რეგლამენტის შესაბამისად ცალკეული დეპუტატების გამოსვლას დებატებში რეგლამენტი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის ანგარიშის დროს. ჩვენ ბიუროს ხდომაზე შევეცადეთ მაქსიმალურად კომპრომისული ფორმულა მოგვეძებნა და შევთანხმდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს პირდაპირ, თუ იქნებოდა ყველა დამოუკიდებელი დეპუტატის თანხმობა, ერთ წარმომადგენელს დამოუკიდებელი დეპუტატების მიეცემოდა გამოსვლის საშუალება. სამწუხაროდ, ყველა დამოუკიდებელი დეპუტატი ვერ შეთანხმდა იმაზე, რომ ისინი უნდა წარმოედგინა ბატონ ჯონდის ან რომელიმე სხვა დეპუტატს. ამიტომ ეს იყო მაქსიმალური კომპრომისი, რომელიც რეგლამენტის დარღვევის გარეშე შევძელით გამოგვეძებნა. ეს არის აუცილებელი განმარტება, მე ვფიქრობ და ბატონ ჯონდის ისევე როგორც დღემდე, დღის შემდეგაც რეგლამენტის დაცვით შეუზღუდავად აქვს გამოსვლის საშუალება და უფლება. კოლეგებო, ჩვენ მოგვიწია გადაგვეხვია დაწყებისთვის და წარდგენის პროცედურისთვის. კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და საქართველოს კონსტიტუციის 73 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მინდა საქართველოს პარლამენტში მივესალმო და გამოსვლისთვის სიტყვა გადავცე საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს. ვესალმები საქართველოს პარლამენტს, ოპოზიციის და უმრავლესობის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საქართველოს წმინდა სინოდის წარმომადგენლებს, მთელ საზოგადოებას. დღევანდელი ჩემი მიმართვა არის პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტის წინაშე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, მის წინაშე არსებული გამოწვევების, ხელისუფლების, საქმიანობის და ჩვენი მომავალი პრიორიტეტების შესახებ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს ჩემი მესამე სტუმრობაა საქართველოს პარლამენტში. ნოემბერში მე წავდექი თქვენს წინაშე, საგამოძიებო კომიტეტის წინაშე და მრავალი საათის განმავლობაში ვაძლევდი პასუხებს ყველა დასმულ კითხვას. დღეს მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ მავალდებულებს, მე ვაპირებ, რომ დავრჩე ჩემი მოხსენების შემდეგ და მივიღო მონაწილეობა საპარლამენტო დებატებში. მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი მივესალმები და მზად ვარ დიალოგისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მივესალმები პარლამენტის როლის გაძლიერებას და აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლს. ეს არის გზა ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებისკენ და მხოლოდ ძლიერი დემოკრატია წარმოადგენს საქართველოს განვითარების ჭეშმარიტ და სწორ მიმართულებას. მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში პარლამენტის გარდა ამ ტრიბუნიდან მე რა თქმა უნდა მიმართავ
მთელ საქართველოს, მთელს ჩვენს საზოგადოებას, რომელსაც გაჭირვების ფასად უწევს დღევანდელობის ძალიან რთულ პერიოდთან გამკლავება. პირველ რიგში მიმართავ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს. მიმართავ იმ ოჯახებს, რომელთაც ყოველდღე უწევთ ბრძოლა სიღარიბესთან და უიმედობასთან, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ნუგეში და ზრუნვა. მიმართავ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ძველი თუ ახალი აგრესიის შედეგად გამოდევნილ საკუთარი სახლებიდან, ქალაქებიდან და სოფლებიდან. მათ დღეს ძალიან მძიმე ცხოვრება უდგათ. მათთვის ხო ვერანაირი დროებითი საცხოვრებელი, ვერანაირი ერთჯერადი თუ სისტემატიური დახმარება ვერ ჩაანაცვლებს იმას, რაც წაართვეს და დაუნგრიეს. ბევრ მათგანმა ერთ უბედურ დღეს ყველაფერი რაც გააჩნდა, რაც შექმნა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყველაფერი ეს დაკარგა და ყველაფერი რაც შექმნა, ყველაფერი რაც უყვარდა, ყველაფერი ეს პრაქტიკულად წყალში გადაიყარა. ის რაც მათ დაკარგეს, რაც მათ წაგრიჯეს, არის ქვეყნის ყველაზე დიდი იარა, რომელსაც მოშუშება სჭირდება. მიმართავ ყველა უმუშევარს, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების და მიზნების რეალიზაციას. იმიტომ რომ არ აქვს სტაბილური შემოსავლის წყარო, რომელთაც შეუძლიათ, უნდათ და სჭირდებათ ძალა და ცოდნა ერთით, რომ იშოვონ სამუშაო, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ. ასეთი დღეს ძალიან ბევრია საქართველოში და მათი პრობლემა არის ჩვენი უმთავრესი სათხოვარი და საზრუნავი. მიმართავ მათ, ვინც როგორც იქნა დასახდნენ ბოლო წლებში, მაგრამ ახლა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად კარგავენ სამსახურს, ან უკვე დაკარგეს სამსახური. მიმართავ ყველა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრებ ჩვენს მოქალაქეს. მათ, ვისაც ძალიან მცირედი სახელმწიფო დახმარების ხარჯზე უწევს სიცოცხლის შენარჩუნება. მათ, ვისაც ნუგეშის სცემლის და მზრუნველის გარეშე უწევს ცხოვრება, ან ვეღარაფრით არ უგეშებენ მათ, ვინც მათგან ზრუნველობას მოელის. მიმართავ ყველა პენსიონერს, რომელთაც დამსახურების მეტი არაფერი მიუძღით ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, მაგრამ დღეს ძალიან მცირე პენსიის ამარა უწევთ ხანდაზმულობის გატარება, რომლებიც სამართლიანად მიიჩნევენ თავს არასათანადოდ დაფასებულად და ხშირად მიტოვებულადაც კი. მიმართავ ყველა სოფლის მეურნეს, რომელთაც ასევე არ წუხებთ უმუშევრობა, რომელთაც ჭირდებათ, რომ მათი შრომა უფრო მეტად დაფასდეს. ბევრ მათგანს სარწყავი წყალი აკლია, ბევრს ნორმალური გზა, ბევრი ჯერაც ვერ ახერხებს პროდუქციის გასაღების ბაზრის შოვნას. ამ ადამიანების ხრებზე დგას სოფელი. სოფელს კი ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დღეს. სოფლის ხრებზე დგას დანარჩენი საქართველო. ჩვენ კი ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი სოფლის გარეშე, ძლიერი საქართველო საბოლოოდ ვერ იქნება. მიმართავ პედაგოგებს და მედიცინის მუშაკებს, რომელნიც თავის შრომის და თავდადების ფასად მომავალს უზდიან საქართველოს, სოფლებსა და ქალაქებში ემსახურებიან ხალხის ჯანმრთელობას და რომელთაც გაცილებით მეტი ყურადღება, დახმარება, დაფასება და შრომის უკეთესი პირობები სჭირდებათ, ვიდრე მათ დღეს აქვთ. ყველა ჯარისკაცს და პოლიციელს მიმართავ, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის და გმირობის ფასად იცავენ ჩვენს ქვეყანას, დგანან მართლწესრიგის სადარაჯოზე, ზათარიან თავი გასწინონ და ბევრმა მათგანმა გასწირა კიდეც თავი სამშობლოს დასაცავად. ებრძვიან ქურდებს და კრიმინალებს. მიმართავ ყველა მეწარმესა და ბიზნესმენს, რომლებიც ასაქმებენ ჩვენ ხალხს და ქმნიან დოვლათს. მაგრამ დღეს ნამდვილად არ უდგათ მარტივი დღეები, რომელთაც უწევთ ურთულესი სოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან გამკლავება და რომელთაც თავის თავზე იწვლიეს ეს შედეგები, რომელთაც ჭირდებათ უფრო მეტი თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან. მე მიმართავ საზოგადოების ამ ჯგუფებს, იმიტომ რომ პირველ რიგში სწორედ მათ წინაშე ვართ ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები და მათზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. მათი ინტერესები დგას ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, მეგობრებო, რომ პოლიტიკურ პარტიათა შორის კინკლაობაში დაგვავიწყდეს ყველაზე მთავარი ჩვენს ხალხზე ზრუნვა. ჩვენო ძვირფასო თანამემამულეობა. საქართველოს დღეს დიდი ეროვნული გამოწვევების წინაშე დგას. სოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ომის ფონზე ბევრი ქართველი განიცდის უმუშევრობას. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და უმთავრესი მიზანი მდგომარეობს არა პოლიტიკურ კინკლაობაში, არამედ იმაში, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ უმუშევრობის პრობლემის დაძლევას.
გადალახვას ეკონომიკური სირთულეების. მოვახმაროთ იმას, რომ მინიმუმად დავიყვანოთ სოფლიო ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაზე. იმას, რომ ხალხს გაუჩნდეს შემოსავალი, გაიზარდოს დასაქმება და შემცირდეს სიღარიბე. ეს არის დღევანდელობის ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა. ჩვენ დღეს არ გვაქვს ფუფუნება, რომ გაგვაჩნდეს 3, 4 ან 10 პრიორიტეტი. სწორად თქვა ამას წინათ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრმა. დღეს ჩვენ გვაქვს ერთი და უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის ეკონომიკის გაჯანსაღება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახლის შექმნა, დასაქმების გაზრდა. სწორედ ამ პრიორიტეტიდან გაუმდინარეობს ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილება და ყველა ჩვენი ნაბიჯი. ყველაფერი, რასაც დღეს და უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ გავაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. რა თქმა უნდა, არ არსებობს წინასწარ გამზადებული რეცეპტები. რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს ულევი რესურსები, უფრო მეტი ჩვენი რესურსები არის ძალიან შეზღუდული. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს მოიფიქროს გზები, თუ როგორ დააღწიოს თავი და როგორ გაუმკლავდეს ამ დაუნდობელ ეკონომიკურ სტიქიას. თქვენ იცით, რომ ბევრი სახელმწიფო, მათ შორის ჩვენ სამეზობლოში, ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარი წარსულში, ვერ ახერხებს ამ გზების პოვლას და მათი ეკონომიკები უკვე პრაქტიკულად სრულ კოლაფსში არიან. ზოგიერთ თქვენგანი ალბათ ნამყოფი არის უკრაინაში ბოლო ხანებში, ან ბალტიის ქვეყნებში, ან უნგრეთში. იმის მესამედი მანქანები არ დადის კიევის ქუჩებში, როგორც დადიოდა თუნდაც 1 წლის წინ. ცარიელია მაღაზიები, კაფეები, ჩავქრალია შუქები ქალაქის ცენტრში. ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეული ამ ყველაფრის ტელევიზიით ყურება და ამის ყველაფრის მოსმენა. მაგრამ ასევე მე კარგად მესმის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, რომ ეს მოხდეს საქართველოში. განსაკუთრებით კატასტროფიული ეკონომიკური მდგომარეობა იმ ქვეყნებში, სადაც ვერ მოხერხდა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ტყუილა არ ვახსენე უკრაინა. მუდმივ კინკლაობაში, მუდმივ დაპირისპირებაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის პრაქტიკულად ვერ ხერხდება ქვეყნის უმდიდრესი და დიდი პოტენციის მქონე, ჩვენზე 10-ჯერ უფრო მეტი პოტენციის მქონე ქვეყნის მთელი რიგი მიმართულებით კრიზისიდან გამოყვანა და სულ უფრო ღმრთ შედიან ისინი კრიზისში. რა თქმა უნდა, დღეს საქართველოში სახეზეა ეკონომიკური სიძნელეები და სირთულეები. საფინანსო სისტემაში ბევრი კვალიფიციური მოხელე კარგავს იმ სამუშაო ადგილს, რომელიც შეიქმნა, მინდა ხაზი გაუსვა, სწორედ ბოლო 2 წლის განმავლობაში. პრობლემებია უძრავი ქონების ბაზარზე. მკვეთრად გაიზარდა 2005-ში, 2006-ში, 2007-ში ბინების ფასები და ახლა მთელ მსოფლიოში არის ვარდნა და მათ შორის ეს ეხება საქართველოს. მსოფლიოს ფასების ვარნის გამო განსაკუთრებით უჭირთ წარმატებულ ქართულ საწარმოებს, რომელიც ყველაზე კარგად გადიოდნენ მსოფლიო ბაზრებზე და რომელთაც ზოგიერთი მათგანის მთლიანად 100% პროდუქცია აქამდე იყიდებოდა სულ საზღვარგარეთ და მსოფლიო კრიზისმა სწორედ იმად დაარტყა, ვინც იყო ყველაზე წარმატებული, ვინც გადიოდა მთლიანად სწორედ საზღვარგარეთ და იქ გაქონდა პროდუქცია. უჭირთ საშუალო ფენას, რომელიც იქმნებოდა წარმატებით საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. საშუალო ფენა, რომელიც როგორც დანარჩენ მსოფლიოში ცხოვრობდა საბანკო კრედიტებით, გამოტანილი საბანკო კრედიტებით ბინებზე, მანქანებზე, მაცივრებზე, ტელევიზორებზე და განათლებაზე მათ შორის. და ყველაზე მეტად სწორედ ამ ფენას დაარტყა მსოფლიო საკრედიტო და საბანკო კრიზისმა, მათი დაგეგმები პრაქტიკულად ამ კრიზისმა სერიოზულად არიან. მაგრამ ჩვენ ყველაფერ ამის ფონზე და მე მინდა ამას ხაზი ყველამ გაუსვათ და კარგად დავფიქრდეთ, თუ რა გვაქვს განსაკუთრებით კიდევ გასაფრთხილებელი დღეს. ჩვენ ჯერჯერობით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი. არის ეკონომიკური სიძნელეები, სირთულეები, მაგრამ ეს არ არის ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც არის მთელ რიგ ჩვენ სამეზობლოს ქვეყნებში. ჩვენი სიტუაცია, ჩვენი საბანკო სისტემა არის სტაბილური. უამრავ ქვეყნებში გარშემო ფული აღარ შედის ბანკებში და ვერ გამოაქვთ ფული ბანკებიდან. უამრავი ბანკი ჩამოიშალა. საქართველოში საბანკო სისტემა არის სტაბილური. ზოგიერთ თქვენგანი არის მოსული საბანკო სისტემიდან და ეს ჩემზე უკეთესად იცით. ჩვენი სახელმწიფო სახსრები გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფომ განახორციელოს სხვილი ინვესტიციები ჩვენ ეკონომიკაში. ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო დონორთა, ჩვენი მეგობრების ხარდაჭერას და ეს დანიშნულოვანია ეკონომიკის გადარჩენისთვის. ლარის კურსი სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება ინფლაცია. უფრო მეტიც, თუ აბსოლუტურ ციფრებს ავიღებ, ჩვენგან გვაქვს შანსი 2-3-ჯერ ნაკლები ციფრები კონდეს ინფლაციის წელს, ვიდრე ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში. მთელი რიგი მიმართულებებით საქართველოში არის დეფლაცია, ესე გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე ფასების შემცირებაც კი ხდება.
არ გვიანდება პენსიები და ხელფასები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ექსპერტების მონაცემების მიხედვით საქართველოს რეალისტურად აქვს შანსი აღმოჩნდეს იმ ქვეყანათა, მსოფლიოს ქვეყანათა ათეულში, რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეეხება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. თუ ჩვენ გასულ წლებში თავს ვიწოლებდით იმით, რომ ჩვენ მივიყავით მე-15 ადგილზე მსოფლიოში ბიზნეს კლიმატის თვალსაზრისით. თუ ჩვენ თავს ვიწონებდით იმით, რომ არანავთობის წარმოებელ ქვეყნებს შორის საქართველო იყო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა მსოფლიოში, ახლა სამწუხაროდ თავის მოწონება გვიხდება იმითი, რომ მსოფლიო თავის მოწონება კი არა დაკმაყოფილება იმით და ესე დიდი მიღწევა იქნება, თუ მსოფლიოს ქვეყნების იმ ათეულში მოხვდებით, რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეეხება უბედურება, სიძნელეები და ეკონომიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ შეგვეხება, მაგრამ იმედია უფრო ნაკლებად ვიდრე სხვებს. ჩვენი წინასწარი გათვლები გვაძლევს საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, თუ ადრე, რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა დიდის და 12-13%, წელს მოვახერხოთ დადებითი ზრდის შენარჩუნება იმ პირობებში, როცა უმეტეს ქვეყნებს რეგიონში ექნებათ მკვეთრად უარყოფითი და ესე იგი შემცირება ეკონომიკის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკური გეგმა, რომელზეც მუშაობენ, არა მხოლოდ მთავრობის წევრები, არამედ საუკეთესო ქართველი და უცხოური ეკონომიკური ექსპერტები გვაძლევს საშუალებას ვიმედოვნოთ, რომ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ დიდი ნაწილი ჩვენი სამუშაო ადგილების და შევძლებთ გავზარდოთ დასაქმება გარკვეული მიმართულებებით. მაგრამ, მეგობრებო, ეს ყველაფერი და მე მინდა ყველამ ეს გავითავისოთ. არ იქნება ადვილი. ეს ყველაფერი მოითხოვს დროს. ეს პროგნოზები და გეგმები ძალიან ხიფეა, თუ ჩვენ ვერ შევძელით სიმშვიდის და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველის. ეს არის ბრძოლა ეკონომიკის გადასარჩენად, ბრძოლა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ. და ამ ბრძოლაში ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ერთ რამეზე, შევძლებთ თუ არა ჩვენ შევინარჩუნოთ ერთიანობა და სტაბილურობა. მხოლოდ ერთად შეგვიძლია ჩვენ, ძვირფასო მეგობრებო, ამ მართლაც გადამწყვეტი ბრძოლის მოგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენ იცით, ჩვენ და თქვენ ყველამ ერთად შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადი 5%-ით. იმისათვის, რომ დამატებით 250 მილიონი ლარი დარჩეს ეკონომიკაში. ჩვენ დავიწყეთ პენსიების თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც დის ახალი ეტაპი და თითქმის გავაურმაგეთ სოციალურად ყველაზე დაუცველთა სახელმწიფო დახმარება. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმ პირობებში, როცა ძალიან რთული იყო ხარჯების გაზრდა. მიუხედავად კრიზისისა, ჩვენ დავიწყეთ პედაგოგების ხელფასების და ესეც ძალიან რთულად მოსული მიღწევა იყო. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის მდგომარეობის გარკვეული შემსუბუქების გარდა ემსახურება იმ მიზანსაც, რომ საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ფული ჩაიდოს. ახლა ჩვენ ეკონომიკას ესაჭიროება ფული და მსხვილი ინვესტიციები. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ სამპუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც შეიცავს ნაბიჯებს, რომლებიც აკავშირებს უცხოური დახმარების ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან და ეკონომიკის სტიმულირებას ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც მოხდება 2 მილიარდ 200 მილიონი ლარის სახელმწიფოს მიერ ინვესტირება ისეთ პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ ეკონომიკას და ქმნიან პირობებს 25,000-მდე მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. და მესამე, უცხოური კერძო ინვესტიციების მოზიდვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოკლევადიანი ეკონომიკური გადარჩენისთვის ჩვენი ეკონომიკის, ასევე გრძელვადიანი გარანტიებისთვის ჩვენი ქვეყნის განვითარების, ჩვენი მოქალაქეების გამდიდრების და უკეთესი ცხოვრების ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ სამივე მიმართულების მიზანია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ქართულ კომპანიებს იმ სახელმწიფო დაკვეთებით, რომლებსაც ახლად ცხადდება ტენდერები, რომ ჩვენმა კომპანიებმა შეინარჩუნონ ბიზნესი, აკეთონ საქმე და არ დაკარგონ სამუშაო ადგილები. თქვენ ნახეთ, რომ ეს აღარ არის ის დრო, როცა ძველი მთავრობის დროს, ძველი მთავრობის დროს ერთი ეგზემპლარად იბეჭდებოდა გაესტები და ასე ხდებოდა ტენდერებში ვიღაცეების უკანაკარებიდან გამარჯვება. ახლა ყველაფერი მიდის ტელევიზიით. და არა იმიტომ, რომ თავი მოიწოროთ, იმიტომ, რომ ყველას კონდეს თანაბარი შანსი, ყველას კონდეს განცდა სამართლიანობის, ყველას კონდეს განცდა იმისა, რომ არავინ არ იქნება, ყველას სწორად იქნება განსჯილი და ყველას სამართლიანად გადაუნაწილდება ეს ფული, რომელიც ცოტაა და რომელსაც ხარჯავთ იმისათვის, რომ ეკონომიკა წავიდეს წინ. ამ სამივე მიმართულების მიხედვით სახელმწიფო ხდება ყველაზე მთავარი ინვესტორი ქართულ ეკონომიკაში. და
სახელმწიფო როგორც არასდროს ახლა სოფლიო კრიზისის და საგარეო ინვესტიციების შემცირების ფონზე დებს ეკონომიკაში იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ჩაუდია ბოლო წლებში, ყველა წელიწადში ერთად აღებულში. რა თქმა უნდა, ამ გეგმასაც ისევე როგორც თავრობის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ყავს კრიტიკოსები. ერთი ახლა გაგოგიცა დარბაზიდან, სხვები კიდევ დარბაზის ხედან და კრიტიკოსებისგან მე ხშირად მესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო აპირებს დიდი თანხების ჩადებას შენებლობაში და ინფრასტრუქტურაში, გზებში და ზოგიერთისგან მე თვითონ მოვისმინე ტელევიზიით ქილიკიც კი, რომ რაც საქართველოს მეგზევეებისა და შენებელი მუშების ქვეყანად უნდა აქციოთო? მე ვიღებ ამ კრიტიკას და მივესალმებ ოპონირებას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკას და ხალხის დასაქმებას. მაგრამ ვერაფრით დავეთანხმებ მათ არგუმენტებს. პირველ რიგში ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ შენებლების და მეგზევეების ქილიკით მოხსენებას. თუ ვინმე შენებლობა და მეგზევეობა სათაკილო საქმე გონია, ძალიან ცდება. ამ ხალხის ხელებით შენდება ჩვენი ქვეყანა, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. ამ ხალხის მხრებზე დგას ქვეყნის ეკონომიკა და მათი შრომით მივდივართ ჩვენ წინ. ხანდახან პირდაპირ მივდივართ ჩვენ წინ, სწორედ მათი შრომის შედეგად. მაგრამ თავარი რატომაც ვერ დავეთანხმებ იმას არის ის, რომ შენებლობა ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია. შენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები ასაქმებს ქართულ კომპანიებს, რომელთაც სოფლიო კრიზისის შედეგად დღეს პრობლემები აქვთ. დიდი პრობლემები აქვთ. შენებლობა ამუშავებს უამრავ მომიჯნავ ინდუსტრიას, ტრანსპორტს, სამშენებლო და ინერტულ მასალებს, ცემენტის, აგურის, სამშენებლო მასალების წარმოებელი საწარმოებს. მუშების გარდა ასაქმებს ინჟინრებს, იურისტებს, ბუღალტრებს, ლოჯისტიკის მენეჯერებს, არქიტექტორებს, ფინანსისტებს, მეტრანსპორტეებს, ფართომასშტაბიანი მშენებლობა ამუშავებს თელეკონომიკას და ასაქმებს ბევრ ადამიანს, ხოლო განვითარებული ინფრასტრუქტურა ქმნის საფუძველს განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობისთვის. გარდა ამისა, ვერ დავეთანხმებ ოპონენტების არგუმენტს იმის გამოც, რომ არა მარტო საგზაო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გვაქვს გაკეთებული აქცენტი, არამედ სხვა სფეროებზე. და აქ მე გულისხმობ დანარჩენ ორ ნაწილს, სამპუნქტიანი გეგმის, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ამ პირობებშიც კი რამდენიმე უმაღლესი კლასის სასტუმრო შენდება საქართველოში, როცა ყველგან ჩვენ სამეზობლოში ასეთი შენებლობები არის გაჩერებული. და ეს არის მომავალში ჩადებული ფული. სოფლის მეურნეობის საწარმოებში ჩაიდო უამრავი ფული. და რა თქმა უნდა, ასევე უცხოურ დახმარებას, რომელიც ჩაიდება მაგალითისათვის 4.5 მილიარდ დოლარიანი დონორთა დახმარების ნაწილი, 500 მილიონი დოლარიანი პაკეტი არის საბანკო სექტორისთვის დახმარება. ამ ხელშეკრულების ნაწილს მოეწერა ხელი რამოდენიმე კვირის წინ, ნაწილს კი უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი და მე მიხარია, რომ ბანკები თანდათან იწყებენ ფიქს იმის შესახებ, რომ განახდეს ფართომასშტაბიანი სესხების გაცემა საქართველოში. თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ საფუძველი ამისთვის სერიოზულად არის მოსამზადებელი ამ სოფლიო ძალიან მძიმე ფონზე. თუმცა მხოლოდ ეს სამპუნქტიანი გეგმა საკმარისი არ არის. ეს დასაწყისია, გასაკეთებელი კი გაცილებით მეტია. ეკონომიკური სირთულეები დღეს აიძულებს ჩვენ ხალხს, რომ ქამრები მოიჭირო და უფრო მეტი დაზოგო. ამიტომ ჩვენი პოზიცია, რომ სანამ ხალხი მოიჭერს ქამრებს, ჯერ პირველ რიგში მთავრობა უნდა მოიჭიროს ქამრები და ეს გააკეთოს ხალხის სასარგებლოდ. ამიტომ მთავრობას ქამრების მოჭერა ყველას უხარია. მე არ ვიცი პარლამენტის ქამრების მოჭერა თუ გაგიხართ თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა. მე ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტარებიც მოიჭერენ ქამრებს. ამიტომ პრემიერმა თავის საკუთარი მუშაობა სწორედ იმით დაიწყო, რომ დაავალა მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, რომ მათ მინიმუმ 10% შეამჩნიონ ყველა თავიანთი ადმინისტრაციული ხარჯები. ეს არ ნიშნავს სახელმწიფო მოხელეების შემცირებას. მე კარგად ვიცი, რომ ყოველგვარი სახელმწიფო მოხელის უკან დგას ოჯახი და შემოსავლის წყარო და იმედი ამ ოჯახის მომავლისთვის. ჩვენ ისედაც ბევრი მოხელე შევასწავლეთ წინა წლებში და ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი რეფორმებისთვის. მაგრამ ეს ასევე არ ნიშნავს ჩვენი მოხელეებისთვის ხელფასების შემცირებას, იმიტომ რომ უხელფასო მოხელეები ნიშნავს მეტ კორუფციას და ჩვენ ერთხელ უკვე ეს გავიარეთ. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სამინისტრომ უნდა ისწავლოს უფრო მომჭირდეთ მუშაობა, უფრო ნაკლები ფული დახარჯო თავიანთი ადმინისტრაციული საქმიანობისთვის. მისასალმებელია, რომ ეს ინიციატივა სწორედ პარლამენტიდან წამოვიდა და პარლამენტი და მთავრობა ერთიანად მუშაობენ იმაზე, რომ პირველ რიგში ხელისუფლება მოიჭიროს ქამრები. ხარჯების შემცირება და
კამრების მოჭერა უნდა შეეხოს პრეზიდენტის ინსტიტუტსაც. ამიტომ მაგალითად მე მივიღე გადაწყვეტილება წეროვანის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, რომელშიც ბევრი მთავრობის წევრია ნამყოფი, მათ შორის ამასია ბევრი ჟურნალისტი ყავდა, სადაც მე გავატარებ ბოლო ზაფხულების უმეტესი ნაწილი და ხშირად ვიმყოფები ასევე. გადაკეთეს საბავშვო ბაღად და გადაეცეთ იმ დევნილებს, იმ იძულებით გადაადგილო პირებს, რომელიც არიან წეროვანში. ამავდროულად მომზადდება გასაყიდად ასევე ზუგდიდის ცენტრში და ბათუმის ცენტრში მდებარე სამთავრობო რეზიდენციები. ერთის მხრივ შემოვა მეტი შემოსავალი ბიუჯეტში და მეორეს მხრივ აღარ დაგოწება ხარჯად მათი შენახვის ხარჯები, დაცვა და უამრავი სხვა ხარჯი, რომელიც ამ რეზიდენციების შენახვას ახლავს თან. და ამ ასეთი შემცირებიდან დაზოგირი ფულები უნდა მიმართოთ იაფი კრედიტის პროგრამის გასაზრდელად, ესე იგი მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რათა უფრო მეტი ქართული კომპანიის დახმარება და შესაბამისად უფრო მეტი ადამიანის დასაქმება შევძლოთ. და ასევე ჯანდაცვის პროგრამის გასაფართოებლად. დღეს მე მინდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური ინიციატივის შესახებ გავაკეთო განცხადება. საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის ფუნდამენტურ გადახარისებას. ისე რომ ჯანმრთელობის დაზღვევა გახდეს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი დღეს არსებული სისტემით. საქართველოში არსებობს ორი სისტემის დაზღვევა: ზვირი და უფასო. ჯანდაცვის უფასო დაზღვევა არის ის, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფი მოქალაქეებისათვის, პედაგოგებისთვის, პენსიონერთათვის, სკოლების თანამშრომლებისთვის, თავდაცვის და სამართალდაცვი სისტემის მუშაკებისთვის. ყველაფერი დანარჩენი არის ზვირი დაზღვევა. ანუ ის, რომელსაც შესაძლებელია მოქალაქეები საკუთარი ფულით ყიდულობდნენ სადაზღვევო კომპანიებისგან. ამ ორი პოლუსის, ამ ორი უკიდურესობის, ზვირის და უფასო დაზღვევის გარდა ქვეყანაში არ არსებობს დაზღვევის შუალედური კატეგორია. ანუ იაფი დაზღვევა, სუბსიდირებული დაზღვევა, რომელიც შესაძლებას გახდიდა, რომ ჯანმრთელობა დაეზღვიათ ასობით ათას ისეთ მოქალაქეს, რომელიც არც იმ კატეგორიაშია, რომელსაც უფასო დაზღვევა ეკუთვნის, და არც იმდენი საშუალება გააჩნია, რომ ზვირიანი დაზღვევა იყიდოს. ასეთი ადამიანები ჩვენი მოსახლეობის უმეტესობაა და რა თქმა უნდა ისინი იძულებული არიან იცხოვრონ დაზღვევის გარეშე. ხოლო ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მათ უჭირთ ძალიან დიდი თანხების და გადახდა წამლებში, დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში. ხშირად მე კონკრეტულად ვიცი, ჩემ ნაცნობებში ძალიან ბევრი სანათესაოში ბევრი ოჯახი, რომელსაც უბრალოდ იმის გამო, რომ დაჭირეთ ელემენტარული ოპერაცია, ან სპეციალურად გადადეს ეს და იყო შემთხვევები, მე კონკრეტულად ვიცი, რომ ადამიანები დაიღუპენ იმის გამო, რომ თავს იკაებდნენ და თავის ბავშვებს არ მოაკლეს ლუკმა, ან უბრალოდ ოჯახის ბიუჯეტი გაუნადგურა თავის სამედიცინო ხარჯები. ეს მდგომარეობა არის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გამონახოთ გზები, რათა სახელმწიფომ თანადაფინანსების ფორმით მიიღოს მონაწილეობა ჯანმრთელობის დაზღვევის იაფი პაკეტის შექმნაში, რომელიც იქნება შუალედური, ზვირსა და უფასოს შორის. ხელმისაწვდომი იქნება ყველა სურველი მოქალაქისთვის და თან ერთხელ სამუდამოდ ჩააბეტონებს და განავითარებს სამედიცინო დაზღვევის სისტემა საქართველოში, იმიტომ რომ ამ სისტემის გარეშე სერიოზული განვითარება სოციალური ჩვენი საზოგადოების და ასევე მედიცინის განვითარება პრაქტიკულად იქნება შეუძლებელი. ჩვენ გამოდივართ ახალი ინიციატივით შევქმნათ ხელმისაწვდომი დაზღვევის ახალი სახელმწიფო პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსების პირობებში. სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებს მონაწილეობას სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ თვეში 5 ლარიანი სადაზღვევო პაკეტების დაფინანსებაში. ყველა მოქალაქე, ვინც შეიძეს 5 ლარიან სადაზღვევო პაკეტს, ამ 5 ლარიდან თუ როცა მოქალაქე შეიძეს 3 ლარს და 35 ცენტს გადაიხდის სახელმწიფო. რაც ნიშნავს, რომ მოქალაქის გადასახდელი ექნება მხოლოდ 1 ლარი და 65 თეთრი თვეში. ანუ წელიწადში 20 ლარზე ცოტა ნაკლები. ხოლო ამ ფულით, ანუ წელიწადში 20 ლარზე ნაკლები თანხით, მას შეიძლება უფასოდ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, გაიაროს სამედიცინო გამოკვლევები პოლიკლინიკაში და გაიკეთოს 5000 ლარამდე ღირებულების გადაუდებელი ოპერაცია.
რაშიც ასევე შედის ტრავმების მკურნალობა. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა იქნება რევოლუციური გარდატეხა დაზღვევის აქამდე არსებულ სისტემაში. ყველა მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალება და სახელმწიფოს დახმარება შეიძლება 20 ლარზე ნაკლებად წელიწადში მიიღოს მთლიანობაში დაახლოებით მთლიანად 8000 ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში აღარ არსებობდნენ განგების ამარა დარჩენილი ავადმყოფები. რომ მინიმალური სამედიცინო დახმარებას მიიღებს ყველა მოქალაქეს, მიღება შეძლოს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძელით, რომ სასწრაფო არის უფასო. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენი საარჩევნო დაპირება ვეტერანებს ნაციონალური მოძრაობის. ეს კარგად ახსოვს. როცა ჩვენ დავდიოდით სოფელ რაიონ და ვლაპარაკობდით უფასო სამედიცინო დამსახურებაზე, აგერ ბატონ ელდარ კვენაძე ახსოვს კარგად ბატონ ელდარს, რატის და ბევრ სხვას თქვენგანს, არ მინდა არავის ვაწყენიო. ცოტა სკეპტიკურად ვიყურება ყველანი, რომ მორიგი პარტია დადის და მორიგ დაპირებებს აგროვებს, არიგებს. გახსოვთ, ჩვენი დაპირება იყო, რომ დაგირიგებთ, გავალღობთ 5 თვის არ დარიგებულ გაყინულ პენსიას, 2 ლარით მოუმატებთ პენსიას და რა თქმა უნდა შემდეგ ვლაპარაკობთ ასევე გაორმაგებაზე და იქნება უფასო სამედიცინო სასწრაფო მომსახურება. და ჩვენ ამას მივახციეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ცხოვრება წინ მიდის და ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით კი ჩვენ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ჯანმრთელობის დაცვის ის მინიმალური აუცილებლობა, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ ხალხს, რომ მაქსიმალურად შეამციროს სამედიცინო რისკები. მაგალითად, მე მინდა მოგიყვანოთ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის ლალი ჩიქვანაიას მაგალითი, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ყავს 2 უფროსკლასელი ქალიშვილი. სულ ახლახან დაიღუპა მეუღლე. უწევს მარტო ოჯახის ჩენა. ხედაღამე შრომობს, მუშაობს ბავშვების ავსდელად, მომვლელად, ალაგებს სახლებს, აცხობს და ყიდის თავის გამოცხوارს და წელებზე ფეხს იდგავს. ხელფასი აქვს და ასე თუ ისე ოჯახს ინახავს. ნამდვილად არ ირიცხება აი ამ ყველა კრიტერიუმით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. და ამიტომ უფასო სამედიცინო დახმარება ეს 1,300,000 კაცში არ შედის არც ერთი კრიტერიუმით, რომელიც არსებობს. მაგრამ არც იმდენი შემოსავალი აქვს, რომ იყიდოს ძვირადღირებული დაზღვევა სადაზღვევო კომპანიიდან. იმისათვის, რომ საკუთარი თავი და შვილები დააზღვიოს და ღმერთმა არქნას, რომელიმე მათგანს რომ რამე დასჭირდეს, გადაუდებელი მკურნალობა მაგალითად. ქალბატონ ლალის ამის საშუალება, როგორც ხვდებით, უბრალოდ არ აქვს და არ ექნება. მოუწევთ სიმწრით დაგროვილი ქონების და ბოლო კაპიკების დახარჯვა, გაყიდვა და თქვენ თვითონ ხვდებით, რასთან არის ეს დაკავშირებული. ლალისნაირი ადამიანი ძალიან ბევრია დღეს საქართველოში. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამის მიხედვით, ქალბატონ ლალის შეიძლება რომ პროგრამის გამოცხადების დღიდან მივიდეს სადაზღვევო კომპანიაში და თვეში თითო სულზე 1 ლარად და 65 თეთრად. დააზღვიოს საკუთარი თავი და თავისი 2 ქალიშვილი. ანუ ჯამში სამივე სულზე წელიწადში გადაიხადოს 60 ლარზე ნაკლები, მაგრამ სამაგიეროდ ამ წლის განმავლობაში ამ თანხის სანაცვლოდ მისთვის და მისი 2 შვილისთვის მიიღოს ჯამში 24,000 ლარის სამედიცინო მომსახურება. აი ამ საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა თავის მოქალაქეს ჩვენი ახალი ხელმისაწვდომი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მეშვეობით. ჩვენ აქამდე როგორც გითხარით, დაზღვეული გვაქვს უფასოდ 1,200,000 ადამიანი, მუშაობს მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებში 60 წელზე ზემოთ და 3 წლამდე ასაკის ყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ უმრავლესობა ამ კატეგორიებში, როგორც გითხარით, ვერ ხვდება. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით კი ჩვენ შევძლებთ მოვიცოთ მთელი საქართველოს მოსახლეობა და ყოველი მათგანისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ძირითადი ჯანდაცვა. ამგვარად პრაქტიკულად მივცეთ ჩვენ თავს შანსი, ჩვენ საზოგადოებას გქონდეს საყოველთაო გადაფარვა სამედიცინო დაზღვევით, ესე პრაქტიკულად მთელ მოსახლეობას მივცეთ შანსი მინიმალურ ფასად გქონდეთ იყოს დაცულები ყველანაირი ჯანმრთელობის რისკისგან. ეს პროგრამა ასევე დაეხმარება პოლიკლინიკებს, თუმცა თავარი პრობლემა ყოველთვის იყო, რომ ერთის მხრივ ექიმები
კარგავდნენ კვალიფიკაციას, იმიტომ რომ პაციენტები ვერ მიდიოდნენ მათთან, ჩვენ ყავდა ექიმები და ჩვენ ყავდა პაციენტები ცალ-ცალკე. პაციენტს ვერ ემსახურებოდა ექიმი მის გამო რომ არ ქონდა პაციენტს ფული და თლიანი მთელი სისტემა იშლებოდა. ჩვენი ამოცანა ყოველთვის, ჩემი ამოცანა პირველი დღიდან ჩემ პრეზიდენტობის იყო ამ ორი კატეგორიის ერთმანეთთან დაკავშირება, ერთმანეთთან დაახლოება და ამ ზღურის მოშლა, რომელიც არსებობს სამედიცინო მომსახურების შეთავაზებასა და სამედიცინო მომსახურებას მოთხოვნის შორის. იმ პირობებში, როცა ჩვენ მეგობრებო ვაშენებთ 708 ამბულატორიას. იმ პირობებში, როცა კომპიუტერიზაციის და ინტერნეტიზაციის პირობებში პრაქტიკულად კონსულტაციის მიღება ხდება საკმაოდ ადვილი საქართველოს შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. იმ პირობებში, როცა გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისში შეიქმნა უამრავი უმაღლესი კლასის სამედიცინო ცენტრი, სხვა შორის ერთ-ერთი აგერ ბატონ ფრიდონ თოდუას ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით და მართლა ასეთი ინიციატივები არის ძალიან ხელშესაწყობი. თავარი არის უკვე შეთავაზება არის, თავარია რომ ხალხმა ამ ყველაფრამდე იპოვოს გზა. ჩვენი განსაკუთრებული ტკივილი და განსაკუთრებული ზრუნის საგანია იძულებით გადანაცვლებული პირების მდგომარეობა. დამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მათი ძიმე ყოფის შესაბსუბუქებლად. ვერაფერი ჩაანაცვლებს იმ დანაკარგს, რომელიც თითოეულმა მათგანმა განიცადა და ვერაფერი შეცვლის წართმეული მშობლიური კუთხის და კერას და ამ კერის დაკარგვის დარგს ვერაფერი ვერ გააკაროს. ყველა მათგანმა თავისი სულის, სიყვარულის, ცხოვრების აღუდგენელი ნაწილები დაკარგა. ჩვენ ვიცით, რომ ამას ვერაფრით ვერ ჩავანაცვლოთ, მანამ სანამ ეს ადამიანები არ დაუბრუნდებიან ისევ საკუთარ კუთხეს და კერას. და მე მინდა ერთი რამე ყველა მიცოდეთ. ცხვირში ძმრად ამოვადენთ ყველას, ვინც ეს ხალხი გამოყარა თავის სახლებიდან. მე ეს არის ჩემი დაპირება და ეს უნდა იყოს ჩვენი დაპირება, ჩვენი სამამოძრავებელი мотиваცია და ჩვენ ამას აუცილებლად ჩვენი ერთიანობით, ჩვენი სიძლიერით, ჩვენი მომზადებით საბოლოოდ რა თქმა უნდა მივახცევთ. მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ იძულებით გადაადგილოთ პირთას. ჩვენ დაზარალებულებს ამ ომების შედეგად. შეძლების დაგვარად ადამიანური პირობების შეუქმნათ საცხოვრებლად და სამუშაოდ. იქ სადაც მათი ახალი მისამართებია დღეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოხდეს, როგორც სასურველია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეიძლება კმაყოფილებით ვილაპარაკოთ იმაზე, რაც კეთდება დაზარალებულთათვის. რა თქმა უნდა, ვიცით რომ გაცილებით მეტია საჭირო, მაგრამ რუსული აგრესიის შედეგ ზამთრის დადგომამდე ჩვენ შევძლებთ ის, რაც ვერ შეძლო ვერც ერთმა ქვეყანამ მსგავს სიტუაციაში წარსულში ან ახლა მყოფმა. 5000 ახალი კაპიტალური სახლის აშენება ყველაზე უფრო რეკორდულ პერიოდში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები როცა ამას აკეთებენ. ამ დროს ანდოვებენ მარტო ქაღალდების ნახევარის მომზადება შეიძლება რომ იმის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში დაიწყო მშენებლობა. არ ჯეროდა თაყურთა თვალებს არ დაუჯერეთ, იმდენად ჩქარა მოახერხეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ გულით, ზნებარებით და იდეალურად მინიმალურ ფასად, რომ პრაქტიკულად ასეთი სამშენებლო ფასები სოფლიოში არ არსებობს. ჩვენ რა თქმა უნდა შეძლების დაგვარად აღჭურვეთ ეს სახლები, გამათბობელი გუმელებით და ელემენტარული საყოფაცხოვრების საშუალებებით. ყველა მათგანი უზრუნველყავით წყლით, ელექტრონიკით, გაზით და ქსით. ჩვენ ასევე დავინახეთ, რაც თავარია მთელი საზოგადოების დიდი სოლიდარობა განსაცდელში ჩავარდნით ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად. არასდროს არ დამოიწყება, რომ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ოჯახები იღებდნენ სრულიად უცნობ ადამიანებს. ან მიდიოდნენ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სადაც ეს დევნილები იყვნენ განთავსებული და თავაზობდნენ, რომ გადმოდით ჩვენთან, შხაპი მიიღეთ, სადილით ჭამეთ ჩვენთან ერთად, უბრალოდ უყოფდნენ ბოლოს, რაც მათ გააჩნდათ. მიქონდათ ბალიშები, ლეიბები, სრულიად ჩვეულებრივი და უცნობი ხალხი. ყოველგვარ რეკლამის და თავმოწოდების გარეშე. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება, მინდა რაც იყო 14-15 წლის წინ, მინდა შევახსენო ყველას. როცა ჩვენ გვესმოდა ხოლმე რა არის დასამალი, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსებისგან წუწუნო, რა ჩამოვიდნენ ეს დევნილები, აღარ გვაჩერებენ ჩვენ ქალაქებში. ეს მსგავსი არაფერი არ მოხდა. ახლა საზოგადოებამ გამოიჩინა წარმოუდგენელი შეგნება, წარმოუდგენელი სოლიდარობა, წარმოუდგენელი გამბედაობა, წარმოუდგენელი ტაქტი და წარმოუდგენელი ინტელიგენტობა და ასევე უნარი რომ თანამოქალაქეებს დაეხმაროთ. ჩვენ ასევე რა თქმა უნდა მივიღეთ დიდი საერთაშორისო ხარდაჭერა და ვართ ამ ხარდაჭერისთვის ძალიან მადლობელი. ჩვენ შევძელით ყველა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ დევნილს დაზარალებულებს შეუნარჩუნეთ სამსახურები და ხელფასები.
დაზარალებულთათვის აშენებულ ახალ სოფლებში შენდება სკოლები, პოლიციის განყოფილებები, საბავშვო ბაღები, ეკლესიები. მუშაობთ რა ამ დასახლებებში მოვიზიდოთ ინვესტიციები და შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამ დღეებში დავიწყეთ დაზარალებულთათვის მიწის დარიგების პროცესი. ყოველი ოჯახი აიღებს საშუალოდ 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთს საკუთრებაში იმისათვის, რომ გაუადვილოთ მიწის ათვისება და მომავლის მოყვანა ყოველი ოჯახი მომავლისთვის მოსავლის მოყვანა ყოველი ოჯახისთვის. ასევე ურიგებთ საჭირო სათესლე საშუალებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ზრუნვა და ყურადღება ჩაიდოს 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად წარმოშობილ იძულებით განანაცვლებულ პირთათვის. მათთვის ვახორციელებთ ჩასახლებების ადგილების დაკანონებას, პროგრამებს და ჩვენი მიზანია, რომ ყველა დაზარალებულის საკუთრებაში გააჩნდეს სათანადო პირობებით აღჭურვილი თავის საცხოვრებელი. მაგრამ სანამ საქართველო არ გაერთიანდება და ყველა დევნილი არ დაუბრუნდება თავის კანონიერ სახკარს, თავის წარმოშობის კუთხეს, ქალაქსა და სოფელს. დაზარალებულთათვის სოციალური ხელშეწყობა ყოველთვის იქნება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ზრუნვის საგანი და მე რა თქმა უნდა თქვენი იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად ამაზე ვიზრუნებთ. ჩვენი სოციალური პოლიტიკის უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს ზრუნვა პენსიონერებზე. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირთ დღეს მათ და რამდენად მეტი დახმარება ესაჭიროებათ, ვიდრე დღეს ვაძლევთ ყველანი ერთად. სულ ახლა მქონდა ბედნიერება სახში სტუმრობოდი ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში პენსიონერ იოსებ ცოტნიაშვილის ოჯახს, სადაც ის ქალბატონ მერისთან ერთად ცხოვრობს და მათ წელს 5 ლარით მოემატათ საბაზისო პენსია თითოეულს და ასევე დაემატათ საარსებო შემწეობო, რომელიც არის 54 ლარი. ახლა იღებენ 75 ლარს და 54 ლარს პლუს სტაჟის დანამატ ბატონ იოსებს 10 ლარი აქვს, ქალბატონ მერის კი 7, საყოფაცხოვრებო სუბსიდიას 22 ლარს და ჯამში ორივეს ერთად დღეში, თვეში 253 ლარი გამოსდით. ამას ემატება უფასო სამედიცინო დაზღვევა, რაც ამ ოჯახისთვის იყო სრულიად გადამწყვეტი, ჩვენ ერთად დავჭერთ მაგიდაზე, დავთვალეთ უბრალოდ ამოვიღეთ მათი წამლები რა ღირს და ეს რო არ იყოს უმეტესი ნაწილი დაზღვევით დაფარული, პრაქტიკულად ეს ამ ბიუჯეტს ამ ოჯახის მოუხებდა ბოლოს. იქ დავითვალეთ, იქ დენზე 7 ლარი უჯდებათ, გაზი უჯდება დაახლოებით 5-6 ლარი, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს დახმარება 257 ლარი პლუს სამედიცინო დაზღვევა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები რომ მერის პროგრამით რომელიც არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მაინც ამ პირობებში ამ ოჯახს ძალიან უჭირს. მაგრამ და რა თქმა უნდა მათ ბევრად მეტი დაიმსახურეს. მაგრამ სულ რამდენიმე წლის წინ მეგობრებო გავიხსენოთ. ისინი უდავოდ განწირულები იქნებოდნენ ურთულესი ხვედრისთვის და ალბათ ვერც არჩებოდნენ ცოცხლად ამ პირობებში, რომელიც მაშინ იყო და იმ პირობებში, რომელიც მაშინ იყო, იმ ფინანსურ პაკეტის პირობებში, რომელიც მაშინ პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. სულ ახლახან ტელეეკრანიდან დამისვა კითხვა ქალბატონმა მარნეულიდან. თუ სწორად მახსოვს, ლუბა უბუაშუმბილი იყო გვარად. და მან კითხა, ბატონო პრეზიდენტო, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა, შესრულდება თუ არა თქვენი პირობა საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზის შესახებ. მე მინდა ამ ტრიბუნიდან უპასუხო მას, ქალბატონო ლუბა. რუსეთის აგრესია ნიშნულად შეცვალა ჩვენი გეგმები პენსიის დის გრაფიკთან დაკავშირებით. მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდით, რომ ჩვენი 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში თქვენი საპენსიო პაკეტი, ისევე როგორც მთელ საქართველოში ასაკით პენსიონერების საპენსიო პაკეტი გაუტოლდება 100 დოლარს. დარწმუნებული ბრძანდებოდით, ჩვენ პირობას არ გავტეხთ, როგორც არ გაგვიტეხია არც ერთ პირობა აქამდე. ჩვენ აქამდე ახლა მხოლოდ 5 ლარით შევძენით პენსიის გაზდა და საბაზისო პენსია 75 ლარს გაუტოლდეთ, ამას ემატება დაზღვევის თანხები. რა თქმა უნდა, ამ მატებას დიდი პრაქტიკული გარდატეხა არ შეაქვს არც ერთ პენსიონერის ცხოვრებაში, მაგრამ ეს მატება პირველ რიგში ნიშანია იმისა, რომ ჩვენ პენსიების დას მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეებისა და მსოფლიო კრიზისისა, რაც არ უნდა მოხდეს, არ შევაჩერებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ. პენსიონერები ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებენ. მათ მთელი ცხოვრება შეალიეს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის განვითარებას და სამსახურს. და მათთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა ჩვენი საზოგადოების და პირადად ჩემი ღირსების საკითხია. რთული ეკონომიკური პერიოდის და ომის მიუხედავად ჩვენ არ გვაქვს უფლება ყურადღება მოვაკლოთ
ჩვენი საზოგადოების, ასევე განსაკუთრებულად ღირსეულ და დაფასებულ ჯგუფს. ხალხს, ვისაც აბარიათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ესენი არიან მასწავლებლები. მე ხშირად ვხვდები პედაგოგებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მართლაც ამ ხალხის გმირობის ტოლფასის საქციელის შედეგია, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ სკოლები რაღაც მდგომარეობაში, მაინც იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად სკოლები არ ფინანსდებოდა და შევინარჩუნეთ განათლების მინიმალური დონე. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი პრეტენზიები, რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენგანი ხართ შობლი და ვიცით, რომ სწავლის სტანდარტები ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად ყველაზე ნაკლებად არის მასწავლებლების ბრალი. ეს არის სისტემის ბრალი, ეს არის მრავალწლიანი გაჭირვების შედეგი, ეს არის უსახსრობის და ასევე ზოგადად მთლიანად საზოგადოებაში არსებული, მანამდე არსებული სერიოზული პრობლემების კონკრეტული შედეგი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მასწავლებლები არიან პირველები, ვინც გალან ჩვენი მომავლის სადარაჯოზე. ჩვენი რეფორმის პირველი წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი იქნა გადატანილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და გაყინული, გაძვალტყებული სკოლების აღდგენასა და რეაბილიტაციაზე. მე არასდროს არ დამავიწყდება ყველა ჩვენგანს, რა თქმა უნდა, ახსოვს რაღაც ზღაპრულად თავის ბავშვების სკოლა. მაგრამ მე ვსწავლობ განსაკუთრებულად კარგ სკოლაში, პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში 0 კლასიდან. ეს იყო კარგად მოწესრიგებული, კარგად გაკეთებული სკოლა, დიდი სპორტული ინფრასტრუქტურით, მუსიკალური ნაწილით, ხელოვნების სკოლის ნაწილით, საცურაო ესთიკურ გვერდზე. მე არ დამავიწყდება 2000 წელს მივედი ამ ჩემი ოცნების სკოლის სანახავად. ეს იყო შენობა, სადაც გარშემო ეზო იყო მთლიანად მონგრეული, არც ერთი მოედანი და სპორტული ობიექტი აღარ ფუნქციონირებდა, რომელშიც სკოლა, რომლის შენობაში არ იყო დარჩენილი პრაქტიკულად არც ერთი თლიანი ფანჯარა. იყო ხის დაფები, იქიდან გამოსული საკვამურები, ფეჩის და სპეციალ ღუმლის შეშის და გაჭვარტლული ამ საკვამურიდან გაჭვარტლული კედლები, გახრეტილი სახურავი, მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურა. აი მართლა გული მომიკვდა და მე ვთქვი, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სკოლები არაფრით არ გამოიყურებოდნენ. იმაზე ნაკლებად კი არა, რაც ადრე იყო. არამედ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც სკოლები ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში და ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში. და თუ წახვალთ დღეს ზუგდიდის მეორე სკოლაში, თქვენ ნახავთ, ან თუნდაც პირველ ექსპერიმენტალურ ყოფილ სკოლაში და ახლა სხვა სახელი ქვია, თქვენ ნახავთ, რომ ეს სკოლები ნამდვილად არ ჩამოუვარდება ყველა იმ ბევრი ქვეყნის სკოლებს, რომელიც ხანდახან ცოტა ზემოდან ქვემოთ გვიყურებენ და ზოგჯერ რჩევებს გვაძლევენ ცოტა ქედმაღლებითაც კი. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს არის კიდევ დიდი გრძელი პროცესი, რა თქმა უნდა, არ გაჩერდება. მაგრამ დღეს და მთავრობამ მისასალმებელი ნაბიჯები გადადგა მიმართულებით, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასევე მთავრობამ გადადგა ნაბიჯები პედაგოგების დასახმარებლად. ჩვენ შევძლებთ ყველა მასწავლებლის და სკოლების ტექნიკური პერსონალისთვის მიგვეცა უფასო სამედიცინო დაზღვევა. პედაგოგებმა მიიღეს ეგრეთ წოდებული მე-13 ხელფასი, რომელსაც სულ იხსენებდნენ, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში მთავრობა აღარ აძლევდა. 33% გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. როგორც იქნა გაუქმდა ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელიც კაცმა არის ისთვის შემოვიღეთ და იყო რეალურად წამების და მართა მუდმივი შანტაჟის იარაღი. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო. და რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ წლევანდელი წლიდან ჩვენ დავიწყეთ მასწავლებელთა ხელფასების დის ახალი ეტაპი. წელს 1 იანვრიდან ხელფასები გაიზარდა 25 ლარით, ხოლო შემოდგომაზე ჩვენ გეგმავთ ისევ 25 ლარიან მატებას. გარდა ამისა, წელს ჩვენ კიდევ 19 მილიონი ლარით გავზარდეთ მასწავლებელთა სამედიცინო დაზღვევის დაფინანსება, რაც მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ ზოგადად დაზღვევის თანხები გაიზარდა. ამასთანავე ჩვენ ვზდით მასწავლებლების და სტუდენტების დაფინანსებას. მომავალ პერიოდში და ამის შესახებ ვილაპარაკეთ განათლების მინისტრთან ნიკა გვარამიასთან, აუცილებლად კვეთრად უნდა გავზარდოთ მაგისტრატურის სწავლების დაფინანსება საქართველოში. პრაქტიკულად საქართველოში მაგისტრატურა მთლიანად არის დღეს ფასიანი. ეს არის სერიოზული ხარვეზი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის. პრაქტიკულად ბაკალავრის შემდეგ უსახსრო ადამიანი, რაც არ ინჟინერი იყოს, მაგისტრის განათლებას საქართველოში ვეღარ იღებს და ჩვენ მართლაც კარგად პოტენციურად ძალიან ბევრ კარგ სპეციალისტს. და უფრო მეტი, მთელი კათედრები პრაქტიკულად უკვე გაუქმებულია იმის გამო, რომ ის რაც ამ კათედრებმა უნდა ასწავლონ მაგისტრატურაში, ის სტუდენტები უკვე აღარ არსებობს. საქართველოს დასაქმების და ეკონომიკის სამუშაების ერთ-ერთი მთავარი ღერძი ქართულ სოფელზე გადის. დღეს სოფელს ბევრი პრობლემა აქვს. დაწყებული სარწყავი წყლის, ტრაქტორების, კარგი გზის დეფიციტიდან, აქ ბევრი მაჟორიტარია რაიონებიდან კარგად იცით ამის შესახებ და გაგრძელებული უმუშევრობით, გასაღების ბაზრების არარსებობით და გადამამუშავებელი საწარმოების სილწილით.
მიუხედავად ეკონომიკური სიზრელეებისა, ჩვენ არ შევაჩერებთ ზრუნვას სოფლის დასაქმებაზე. მიმდინარე წელს EAP კრედიტის პროგრამით გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომლის 75% ახალი სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას მოხმარდება. სოფლის მეურნეობის 100 საწარმო სასამუშავებლად გამოყოფილია 30,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწებით და აქტიურ ფაზაში ინვესტიციების მოზიდვა ახალი საწარმოების სასამშენებლად. აი მაგალითად მოვიყვანოთ მაგალითი. მიხოს ვიმონიშვილი, ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც წავიდა და განსხვავებით სხვა ადამიანებისგან უცებ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არ აღმოაჩნდა უზარმაზარი საბანკო ანგარიში და რომლის ინვესტირება დაიწყო ეკონომიკაში, არამედ თავისი შრომით ცდილობს, რომ გააკეთოს თავისი ოჯახის შემოიტანოს ფული და ასევე მომავალზე იზრუნოს თავისი ქვეყნის. შემოიყენეს ჩვენ მივეცით მიწაუფასოდ ჩვენი პროგრამით, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩარჩა და რომელიც დიდი დებატები იყო და ამ უფასოდ მიცემული მიწის პირობებში მან შემოიყვანა რამდენიმე ასეული ძროხა თავის ოჯახის წევრებთან ერთად, მამამისი ძალიან სანდომიანი კაცი არის ამის ყველაფრის ხელმძღვანელი და პრაქტიკულად სრულიად ახალ სტანდარტს ներგავს მეცხოველეობის საქართველოში. და ჩვენთვის არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ჩვენი ხარისხი ნიადაგის, ჩვენი ხარისხი კლიმატური პირობების, ჩვენი ხარისხი ყველაფერი წყლის და ყველაფერი დანარჩის არის იდეალური მაღალი დონის მეცხოველეობის გასავითარებლად და ბოლო წლების უბედურების გამო ჩვენი მეცხოველეობა არის ყველაზე დაბალ დონეზე პრაქტიკულად მთელ რეგიონში და ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზე მთელ მსოფლიოს მასშტაბით. ეს ყველაფერი რადიკალურად არის შემოსაბრუნებელი. ან ჩვენი ხილის გასაღების პროგრამა. ყოველ წელიწადს არის ხილის გასაღების პროგრამაზე პრობლემები. ახლა ყველაზე დიდი და ყველაზე ცნობილი წარმოებელი საბავშვო კვების. ხიპი ყიდულობს ერთ ქარხანას საქართველოში და აშენებს მეორე დიდ ქარხანას და პრაქტიკულად ყველა ხარისხიანი ვაშლი იმ რეგიონებში სადაც ეს კეთდება, ყველა ხარისხიანი ვაშლი იქნება გასაღებული და სოფლიო საქართველოს ეს ბრენდი რომ ჩვენ ვართ სოფლიოში ყველაზე სუფთა კვების წარმოებელი, რომელიც გამოიყენება ამერიკაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში ბავშვების გამოსაკვებად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენისთანა პატარა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მომავალი განვითარებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივიღოთ კანონი და საქართველოს გამოაცხადოთ ორგანული კვების ქვეყანად, სადაც არ შემოუშვებთ ხელოვნურად მოდიფიცირებული გენეტიკური სხვადასხვა გენური ინჟინერით დამუშავებული პროდუქციის წარმოებას, იმიტომ რომ ეს იქნება დამღუპველი, ჩვენ ვერასოდეს იმდეს ვერ ვაწარმოებთ, რომ გამდიდრეთ და საბოლოოდ დავანგრევთ ჩვენი პროდუქციის იმიჯს. და ამაზე ჩვენ ყველამ ერთად რა თქმა უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი რაც მოგიხევით, შექმნით 10,000 სამუშაო ადგილს უახლოეს წლების განმავლობაში ჩვენ სოფლად. იმიტომ რომ პრობლემა იმაშია, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის ნახევარი და ქმნის ერთიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, ჩვენ გვჭირდება და ეს არის ასევე რეზერვი სოფლიო კრიზისის პირობებში, თუნდაც შიდა რესურსების ხარჯზე ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის და შენარჩუნების. ჩვენ ვაგრძელებთ სავარგულების გასარწყავიანების პროგრამას. სასოფლო სამეურნეო სავარგულების საერთო ფართობი 820,000 ჰექტარიდან მიმდინარე წელს გაზაფხულისთვის მოირწყვება 220,000 ჰექტარი. ეს არის თითქმის იმდენი, რამდენიც ირწყვებოდა კომუნისტების პერიოდში, ოღონდ მაშინ ირწყვებოდა პრაქტიკულად ელექტროენერგიის გამოყენებით, რაც სოფლიოში თითქმის არავის არ აქვს ამის უფლება. ამიტომ ჩვენ წელს გაუთანაბრდებით და გადავასწრებთ გასარწყავიანების იმ მაჩვენებელს, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს. მიმდინარე წელს მარტის თვიდან მოქმედებას იწყებს სოფლების დახმარების და განვითარების ახალი ექსპერიმენტული პროგრამა ფული ყველა სოფელს. ამ პროგრამის მიხედვით 20 მილიონი ლარი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. ყველა სოფელს ფული ეძლევა ყველა სოფელს, სადაც მოსახლეობა თავად გადაწყვეტს და ეს არის მე მგონი ყველაზე მაღალი დემოკრატია, თუ რაში ურჩევნია ამ თანხის დახარჯვა. მე ზოგიერთი ინფორმაცია უკვე შევაგროვე. მაგალითად, სოფელი კირნათი, ხელვაჩაურის რაიონში აპირებს სოფლის ცენტრის განათების მოწყობას და წყლის სისტემის რეაბილიტაციას. ამავე რაიონში, გონიოს თემში კი სოფელი ახალსოფელის მაცხოვრებლებს განზრახული აქვთ, რომ ამ 20,000 ლარით, რომელიც მათ სოფელს ერგება, გაწმინდოს 3 კილომეტრის სიგრძის სანიაღვრე არხი, გაარემონტოს სასმელი წყლის სათაო ნაგებობა და დაზიანებული ქსელი, შეაკეთონ 3 ტრანსპორტის მოსაცდელი, მოარწყონ და გაანათონ სოფლის ცენტრში თავშეყრის ადგილი და ვინც სოფლებში ალბათ ყველანი ყოფილვართ, სოფელს რომელსაც აქვს კარგი განათებული ადგილი, იმ სოფელში ყოველთვის უფრო სასიამოვნო ცხოვრება და შეკრება და იქ იბადება ყოველთვის ბევრი საინტერესო იდეები. ამ პროგრამით ასეთი პატარ-პატარა განახლებების და განვითარების საშუალებებს მიეცემა ყველა სოფელს. სამუშაოებში ჩაერთვებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები და სოფლებში დაიწყება ეკონომიკური გამოცეცხლება. პროექტის წარმატების შემთხვევაში აუცილებლად დავაყენებთ მოცულობების გაზის საკითხს.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება, რომელიც მივეცით სოფლს, არის ყველა სოფლის გაზიფიკაცია. ეს დაპირება ძალაშია და ჩვენი სოფლის განვითარების პროგრამის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სოფლიო ეკონომიკურ კრიზისმა გარკვეული პერიოდი შეაფერხა ეს სამუშაოებიც, მაგრამ გაზიფიკაცია გაგრძელდება და წელს ვარაუდობთ, რომ 60,000 ახალი კომლის გაზიფიცირება მოხდება. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სოფლის ინდივიდუალურ გამრიცხველიანობაზე. რა თქმა უნდა, უსამართლობაა ინდივიდუალური მრიცხველის არ ქონა და კოლექტიური მრიცხველები. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა ამან მეზობელი მეზობას გადაკიდა. საქართველოს სხვა ჩვენს ყველაზე კარგად გაუძლო ამ კოლექტიურ მრიცხველებს. რუმინეთში ხალხი ხოცავდა ერთმანეთს, ისეთი უბედურება მოხდა სოფლად ამ კოლექტიურ მრიცხველების შედეგად. მაგრამ ჩვენ გქონდა არჩევანი 2-3 წლის წინ. დენის არ ქონა შორის და კოლექტიურ მრიცხველები დენის ქონა შორის. ახლა უკვე ეს არჩევანი აღარ დგას, დენი არის, ახლა უნდა მოხდეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება. და ჩვენ ვარაუდობთ, რომ დავამთავრებთ საერთო მრიცხველების უსამართლო სისტემას და ყველა სოფელს გავამრიცხველებთ ინდივიდუალურად 2010 წლის ბოლომდე. მთლიანად მორჩება ყველა სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ხოლო წელს 65,000 კომლისთვის დამთავრდება საერთო მრიცხველების უსამართლობა. ასევე მარტის თვიდან დაიწყება სოფლის გზების რეაბილიტაციის პროექტი. პირველ ეტაპზე დაიგება 130 კილომეტრამდე სოფლის გზა და მთლიანობაში მოსახლეობის 80%-თან მაინც მივა ამ პროგრამის შედეგად კარგი გზა. ეს არის ბეტონის საფარი, ეს არის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მე პირადად ვნახე შვედეთში და შვეიცარიაში და ვთხოვე ჩვენ საგზაო დეპარტამენტს, რომ გადმოეღოთ მსგავსი ტექნოლოგიები და ეცადა საქართველოში და რასაც უყურებთ ახლა ეს გამოიმუშავებს ჩვენთან და ერთი სიტყვით არა მხოლოდ ეს გზები არის მნიშვნელოვანი და სოფლების ადგილობრივი მაცხოვრებლების მონაწილეობით დაიგება გზები, მაგრამ ესე იგი ის მომავალში ხელს შეუწყობს ამ სოფლების დასაქმებას, ხოლო მეორე მხრივ თავად შენებლობა შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების წარმატებულად ჩასატარებლად სახელმწიფო მიმდინარე წელს დახარჯავს 50 მილიონ ბარს. ამ უსახსრობის პირობებში. იმისათვის, რომ მოსავლიანობის გაზაში დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს, სახელმწიფომ ქართული საწარმო აზოტისგან შეისყიდა უკვე 24 მილიონი ლარის ღირებულების გვარჯილა, მე ამას მოვაწერე ხელი რამდენიმე დღის წინ, რომელიც გაზაფხულამდე უფასოდ დაურიგდება ყველა ფერმერს მთლიანობაში, მეგობრებო, მილიონამდე კომლი. მიიღებს სასუქს თითო კომზე 50 კილოგრამი გვარჯილის ოდენობით. ამ პროგრამით ჩვენ ერთის მხრივ ვეხმარებით ჩვენ ფერმერებს და მეორეს მხრივ აზოტის ქარხანა, რომელიც არის უნიკალური ქარხანა, რომელიც ძლივს ამოუმუშავებს ბოლო წლებში და გაჩერების პირას არის მისული. კიდევ რამდენიმე თვით იქ დასაქმებულ ხალხს ეკნებათ შემოსავალი, იმიტომ რომ პრაქტიკულად მათ ეკნებათ გასაღების ბაზარი საქართველოს შიგნით. და ეს 3,000 თანამშრომელი დროებით მაინც გადარჩება სერიოზულ სირთულეებს. დასაქმების გაზის და ეკონომიკური სირთულეების გადალახვის საქმეში ცენტრალური როლი ეკუთვნის ქართულ ბიზნესს. ჩვენი მომავალი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნეს გარემო საქართველოში. დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლები. მე გთხოვთ, რომ მივესალმოთ მათ. სადარია. სოფლიო კრიზისის ფონზე მათ დღეს ყველაზე მეტად უჭირთ. მაგრამ მიუხედავად იმისა, მაინც არ წყვეტენ ინვესტირებას, მაინც არ წყვეტენ სამუშაო ადგილების შექმნას, ეძებენ ახალ შესაძლებლობებს და ინარჩუნებენ ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობას. ჩვენი სტაბილურობა დგას მათზე, თუ პოლიტიკოსებმა რაღაცა არ აურიეთ და არ გავაფუჭეთ. ამიტომ სწორედ ჩვენი მეწარმეები და ბიზნესმენები ამ დარბაზში ყოფილი და ისინი, ვინც ახლა აქ არ არიან, მაგრამ არის ჩვენი დროის ნამდვილი გმირები. ახლა მათი წარმატება და გამჭრიახობა განაპირობებს იმას, შეძლებს თუ არა ჩვენი ეკონომიკა ფეხზე დადგომას, შეძლებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილების პოვნას. მინდა მოგესალმოთ და თქვენი სახით მიმართო მთელ ქართულ ბიზნესს. საქართველოს ხელისუფლების პასუხი სოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე იქნება უფრო უკეთესი ბიზნეს გარემო საქართველოში, უფრო ლიბერალური და გახსნილი ეკონომიკა, უფრო თავისუფალი ატმოსფერო იმისათვის, რომ საქმე აკეთოთ. უფრო უკეთესი გარემო ინვესტიციების მოსაზიდად, უფრო დაცული ბიზნესი და უფრო დაცული კერძო საკუთრება. იგულეთ მთელი მთავრობა თქვენ სამსახურში
იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება ჩვენი ხალხის და უკეთესი საქართველოსთვის. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი საზრუნავი არის სოფლიო ეკონომიკურ კრიზისისგან საქართველოს დაცვა, ჩვენი ეკონომიკის გაჯასაღება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ხალხის დასაქმების გაზრდა. ვერ დავივიწყებთ იმას, რომ ჩვენი სამშობლო უდიდესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იმყოფება. საქართველოს აგრძელებს ცხოვრებას უმძიმესი აგრესიის პირობებში, როცა ათობით ათასობით ჩვენი მოქალაქე არაადამიანური ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იქნა საკუთარი სახლებით. ჩვენ მოგვიკლეს 166 პატრიოტი ჯარისკაცი, 16 სამაგალითო პოლიციელი და ასობით მშვიდობიანი სამოქალაქო პირი, ყველა ეთნიკური წარმომავლობის და მე მათ არ ყოფ ეთნიკური წარმომავლობის ან იმის მიხედვით ვინ რომელ ტერიტორიაზე, რომელ ადგილზე ცხოვრობს. მიწასთან გაასწორეს საუკუნეების განმავლობაში აშენებული და ბოლო წლებში განსაკუთრებით ამ მთავრობის მიერ სწრაფად განვითარებული ჩვენი სოფლები. დაგვიბომბეს ქალაქები და დაბები. დაგვინგრიეს ინფრასტრუქტურა. საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას დიდი და სახიფათო ტერი უპირისპირდება. ტერი, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, არა დაგდებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს შანტაჟი და დაშინების გზით ელაპარაკება, ემუქრება მის სამეზობლოში ყოფ ყველა თავისუფლების მოყვარე ერს, ტერი, რომელიც წარსული დაპირისპირებისკენ ეკაჩება მსოფლიოს, რომელიც ახალ სამხედრო უკანონო ბაზებს აშენებს საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც ჩვენ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი ცივილიზებული დემოკრატიული სამყარო მოითხოვს აფხაზეთის და ცხინვალის დემილიტარიზაციას. ტერი, რომელიც ცდილობს, რომ მთლიანად განდევნოს საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები იმისათვის, რომ საკუთარი ბოროტების შემფასებელი აღარავინ ადგილზე არ დარჩეს. ტერი, რომელიც არ თანამშრომლობს საერთაშორისო გამოძიებასთან და საკუთარი ოკუპაციის ზონაში არ უშვებს დამკვირვებლებს. ტერი, რომელიც დიქტატურით მართავს ქვეყანას და თანამშრომლობს საერთაშორისო ტერორიზმის კერებთან. საბოლოოდ და ეს ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ და მუდმივად გვახსოვდეს. და ნურანაირი ილუზია ნურავის ამის თემაზე ნუ ექნება. ეს არის მტერი, რომლის უმნიშვნელოვანესი საბოლოო და კარგად არტიკულირებული და გამოხატული მიზანია საქართველოს საბოლოო დაქუცმაცება და საქართველოს სოფლიო რუკიდან ერთხელ და სამუდამოდ გაქრობა. ამიტომ ასეთ პირობებში ჩვენი ამოცანა უფრო მეტი ინტეგრაცია დემოკრატიულ სამყაროსთან, ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენი ამოცანაა სამშვიდობო მისიების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალური ჩართულობა საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში. ჩვენი დაახლოება ევროპასა და ნატოსთან. საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიური ხარდაჭერის კიდევ უფრო გამტკიცება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე წინსვლას. რამდენიმე დღის წინ მიუნხენის კონფერენციამ კარგად დაგვანახა, რომ საქართველოს ძალიან დიდი მეგობართა წრე ყავს და ჩვენი ქვეყნისადმი ხარდაჭერა არის ძალიან უხევი. ვის როგორც არ უნდა უდოდეთ და ვის როგორი იმედიც არ უნდა ქონდეთ, თუ ჩვენ ხარდაჭერას დავკარგავდით. წლის დასაწყისში ჩვენ მივაწერეთ ხელი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გავდივართ ამ სტრატეგიული ხელშეკრულების იმპლემენტაციის სრულიად ახალ ბევრად უფრო წინდასო ფაზაზე, ვიდრე როდესაც ეს ყოფილა წინ ადმინისტრაციის პირობებში. და სხვათა შორის ბოლო მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ადმინისტრაციის პირველი ოფიციალურ განცხადებაზე ითქვა ის, რაც ეხება ამერიკას და რაც ეხება მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ არასდროს არავინ არ შეეგუება საქართველოს დაშლას და დაქუცმაცების გეგმას. არასდროს არ აღიარებს უკანონო ოკუპაციის და ანექსიის შედეგებს. იმპერია ყოველთვის მარცხდება და დამარცხდება ამჯერად. საქართველო იქნება ხნიანი. აფხაზი და ცხინვალი ისევ დაუბრუნდებიან დედასამშობლოს და ამას ჩვენ მივახდეთ მშვიდობით, ეკონომიკური დემოკრატიული განვითარებით, სტაბილური წისვლით, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ მივახდეთ იმასაც, რომ დავარეგულირებთ ურთიერთობებს რუსეთთან. მაშინ, როდესაც რუსეთი მიიღებს და აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს აქვს უფლება, რომ იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა და რომ სხვა პერსპექტივა უბრალოდ ამისი არ არსებობს. ჩვენ ახლა
უნდა თავარია შევინარჩუნოთ სტაბილურობა, სიმშვიდე, ერთიანობა და არ გადაუხდოთ ჩვენ არჩეულ კურსს და ვიაროთ განვითარების და დემოკრატიის გზით. და ბოლოს მე მინდა მათ ვისი მოხსენიებითაც დავიწყე საუბარი იმათ დაუბრუნდა და კიდევ ერთხელ მიმართო ყველა პენსიონერს, ყველა უმუშევრს, გაჭირობაში ყოფს, ყველა მასწავლებლს და ეკიპს. ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ ჩათვლით რომ დაგივიწყეს, ნუ იფიქრებთ რომ აღარასდროს მოვა გაზაფხული. ნუ დაიჯერებთ რომ თქვენზე ზრუნვა არ არის ჩემი და მთელი ჩვენი მთავრობის უმთავრესი საფიქრანი. ნუ აიწვევთ გულს. მე ვარ თითეული თქვენგანის გვერდით. მე არ დამიწყებია არც ერთი ჩემი პირობა, რომელიც მოგეცით. ნუ თქვენ დაივიწყებთ მათ და ჯეროდეთ, რომ ყველა მათგან ჩემო ძვირფასება, ჩემო საყვარელო თანამოქალაქეობა აუცილებლად შესრულდება. გჯეროდეთ, რომ გავალთ ხონს. გადავიდეთ ამ რთულ პერიოდს. დავატრიალეთ წაღმა ბედის ბორბალს. გჯეროდეთ, რომ გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას. იცოდეთ, რომ ახლა არ არის ხელისჩაქნევის დრო. ახლა არ არის ახლა პირიქით არის ძალების მოკრების, წმენის შენარჩუნების, ტვერის სამოფერცხლის, წელში გამართვის, ერთმანეთისთვის ხელისჩაწვდების, იმედის შენარჩუნების დრო. დღეს ჩვენ სხვა გზა და სხვა ხსნა უბრალოდ არ გაგვაჩნია. ჩვენი მთავარი მტერი ახლა არის უიმედობა, გულაცრუება და აპათია. და თუ ამ მტერს არ დავნებდებით, ჩვენ დავამარცხებთ ყველა სხვა მტერს. რაგი რთულიც არ უნდა იყოს, მაინც შევძლებთ საქართველოს გაერთიანებას, შევძლებთ ეკონომიკური სირთულეების გადალახვას და შევძლებთ ჩვენი ხალხის დასაქმებას, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს და თითოეული ჩვენგანის მფარველი. მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, რაც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, დღეს საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ძალების გამოსვლებს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტიც და ის დებატების ამოწურვამდე დარჩება სხდომაზე. როგორც ჩვენ შევთანხმდით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უნდა იყოს გათვალისწინებული შესვენება, რათა ფრაქციებს მიეცეთ სრულფასოვნად მომზადების საშუალება. დღეს ბიუროს სხდომაზე ყველა ფრაქციამ დააფიქსირა, რომ მათ დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთი ეყოფათ იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ საბოლოოდ დააზუსტონ, ვინაიდან ძირითადი პოზიციები უკვე ცნობილია. ამიტომ მე მინდა ვკითხო ფრაქციის ხელმძღვანელებს, რა ხანგრძლივობის შესვენება იქნება თქვენთვის მოსახერხებელი, რომ ავიღოთ. ალბათ ზოგადად საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, დიდი ხნით წყვეტა პროცესის არ იქნება მიზანშეწონილი. ამიტომ რა პერიოდი გეყოფათ მოსამზადებლად, რომ ავიღოთ შესვენება. მეოთხე უმცირესობის სახელით. ბატონო თავმჯდომარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ 10 წუთზე მეტი არ დაგვჭირდება საიმისოდ, რომ მოვემზადოთ გამოსვლებისთვის, რადგან ის რა თემებზეც საუბრობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, ფაქტობრივად სიახლეს არ წარმოადგენს ამ დარბაზში მსხდობი ადამიანებისათვის ერთი-ორი ინიციატივის გარდა. თუ კი მისაღები იქნება პარლამენტისთვის, ჩვენ შეგვიძლია 10 წუთის განმავლობაში ჩვენი მოსაზრებები მოგახსენოთ, შესაბამისად 10 წუთი სრულიად საკმარისი იქნება შესვენებისთვის. მადლობა. მადლობთ. თუ უმრავლესობა ეთანხმებით, ბატონო პეტრე. კი ბატონო, მაშინ შევთანხმდეთ კოლეგებო, რომ ავიღებთ 10 წუთიან შესვენებას და 10 წუთის შემდეგ სხდომა განახლდება. მადლობთ.